გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დურია დინება გინება ინება თავები დაკარგეს გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს საღამოშიდობისა პატივცემულო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. ჩემთვის პირადად ძალიან ესეთი დიდი ხანია მინდოდა ნინოს მოწვევა, ჩემი სტუმარი იქნება დღეს ნინო ნადირაძე, ძალიან მაინტერესებდა ჩვენი მზეთუნახავის ეგრეთ წოდებული მზეთუნახავის ყოფა ცხოვრება და დარწმუნებული ვარ თქვენ ძალიან ბევრს გაინტერესებთ თუ როგორ ცხოვრობს აქამდე და როგორ ესე ვთქვათ მოძღვრავს იქიდან ეს პატივცემული რომელიც აღარ დამთავრდა არასოდეს ჩვენ ქვეყანაში და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ნინო რომ მოხვედი ჩემთან მინდა რომ მადლობა მოწვევისთვის რაღაცნაირად ვფიქრობდი რომ აი რა ერთი შეიძლება დამეწყოს გადაცემა და ამ ერთ-ერთმა ვიდეომ ჩამაგდო და ამას უყურებ ხოლმე ხშირად სააკაშვილზე რომ მახსენდება რაღაცეები სულ უყურებ და რაღაცნაირად მინდა რომ შევისწავლო ფსიქოლოგია მისი რას ფიქრობს ნუ რა შეიძლება რომ თუ შეიძლება გაუშვათ ეს ვიდეო და მე დავბრუნდებით ეთერში იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაქვს ამ ვიდეოზე ნაცინები, სულ ძალიან პატარა ვიდეო არის, რამოდენიმე წამიანი, მაგრამ აბა თუ შეიძლება გაუშვათ რა და Todos los gentes normales del mundo son solidarios con el pueblo venezolano. Mientras estoy en prisión, no puedo evitar emocionalmente a ver აი ვენესუელას მიმართავს ხა ეს არის სამხრეთ ამერიკაზე გადავიდა შეგევარა ჩვენი პატარა და რაღაცნაირად ვერ ხვდები რა აი ამ ჩარტებს რო აკეთებს ხოლმე აი მოდი ეს დავიწყებ რა თუ იცი რა აი რამე მიზანის მიღწევა უნდა რამე ამოცანა უნდა ამითი გააკეთოს თუ აი ამ კაი გადასაგები გავიგეთ რომ უკრაინულად შეიძლება ქართულად შეიძლება რუსულად შეიძლება მაგრამ აი ვენესუელელ ხალხს რო მიმართავს და ასე შემდეგ საერთოდ ხუმრობა იქით იყოს მაგრამ რას თქვენ გადაიარეთ ახლა ამ სიტუაციაში რა ხანია ეს თქვენ უკვე თქვენ საავადმყოფოში წევს აი საერთოდ როგორ ხორციელდებოდა ზეწოლა ამ პატიმარი სააკაშვილის გამო თქვენზე და საერთოდ თქვენ საავადმყოფოზე თუ შეიძლება რომ აი ამ კითხვით დავიწყოთ რა ვიდეოს რაც შეეხება მართალი გითხრა თვალს არ ვადევნებ დიდი ხანია უკვე და რაღაცნაირად ის რაც მის ასე ვთქვათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება მოდი სანამ ჩემი პაციენტია ცოტა არ იქნება ჩემგან ეთიკურად სწორი რომ მასზე ასე ვთქვათ ვიჭორაო ხო მაგრამ შევხედოთ უფრო აი როგორც მოქალაქის პოზიციიდან რაც გარედან ჩანს ფიქრობ რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი თანამდებობრივად თორე ალბათ ძალიან ხშირად პოლიტიკურ ფიგურად უფრო აღმიქვამენ ალბათ თუ ლანძღვის კოეფიციენტს და ბულინგის კოეფიციენტს შევხედავთ ბევრ შემთხვევაში თავრობის მაგალითად მე მთხოვენ ბევრ რაღაცაზე პასუხს სასამართლოს შემდეგ მე მასთან კონტაქტი არ მქონია მას სათანადო მოვლა აქვს საუკეთესო პირობები აქვს და პრინციპში ჩვენზე
თუ ოდნავ მაინც რაღაცას ინდისი არსებობს, წესით არც ამბობს ჩვენზე რამეს ცუდს, როგორც ვხედავ, თუმცა ეს რაც გამოვიარეთ, ეს ცალკე თხრობის ამბავია და ალბათ ბევრი წლის მერე კიდე უფრო სხვანაირად მოვყვები, მაგრამ ამ სიტუაციამდე, ამ შემთხვევამდე მე კიდევ შემეძლო რაღაცა მეფიქრა პოზიტიურ ჭრილში იმ ხარის მიმართ, ვისაც ეს წარმოადგენს. რო შეიძლება ერთი მხარე იყოს აბსოლუტურად მართალი, მეორე რაღაცაში ტყუოდეს. მე მოვყვები ჩემს პოზიციაზე, ჩემს ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე ადამიანზე, რომელსაც ეს ჭირი გადახდა თავს, როდესაც გინდა გაზლაითინგი დაარქვი, ანუ გეუბნებიან რომ შენ ხარ სულელი, შენ ხარ გიჟი, შენ ხარ მკვლელი, შენ ხარ მატყუარი და ამას გიპირისპირებენ ანუ რაღაცა კოლოსალური მასშტაბებით დაწყებული პარტიული დამთავრებული მთელი ევროკავშირის მილიონი დელეგაციით და რა ვიცი თავის რეზოლუციებით და ასე შემდეგ და საკუთარი კურსელებით და ჯგუფელებით რომლებიც წარმოადგენდნენ აი ამ სახალხო დამცველის აპარატს სამედიცინო კომისია ხომ შეიქმნა და მე ვუყურებდი ამ ადამიანებს და ნუ თუ შეიძლება პოლიტიკის გამო პროფესიულ ასეთ ტყუილებზე წახვიდე. კულუარულად იმასაც მეუბნებოდი რომ ნუ ხო კარგი გავიგე რომ გესმის რომ ტყუილია, მაგრამ შენ ესე ამაზე ხელი უნდა მოაწერო. როდესაც მისი რომელიმე მომსვლელი სტუმარი არ ჩამოთვლის სახელებს და გვარას კაბინეტში მეჯდა ვუხსნიდი მის მდგომარეობას, რომ რაც იყო რეალურად და უცებ ამ დროს გარეთ დარბიან მიკროფონებით ჟურნალისტები, როგორ გადაიყვანეს რეანიმაციაში. მე აი ხომ ხედავ მეთქი, რომ არ არის რეანიმაციაში. ამ წუთში ხო ჩამოხვედი პალატიდან მეთქი და არ არის რეანიმაციაში თქო. და არც გვდება მეთქი, ხომ ხედავ თქო. კი, შენ შემოგელი, შენ ჭირი, აბა მიხედა რომ გადის 5 წუთში და აძლევს ინტერვიუს რომ კვდება და რეანიმაციაშია. ანუ ეს ყოველდღიური ისეთი ტყუილების კასკადს ვაწყდებოდი, მე რაღაცნაირად ალბათ მიამიტიც ვარ, რომ რატომღაც გონია რომ ადამიანი რაღაცას რო ამბობს, ეს მართალია და აი პოლიტიკოსი გამოვიდა და რაღაცა თქვა და ამის უკან სიმართლეა და ისეთი ტყუილების კორიანტელი ტრიალებდა ჩემს ირგვლივ, თეთრზე შავის მტკიცება. ისეთ დღეში აგდებდნენ თანამშრომლებს. არ ვიცი სახში მივარდნებით, სახლებთან დარაჯით, ამ მიკროფონებით, ნუ ჩემზე რაც იწერებოდა რაღაც ღამის კლუბიდან თურმე მე რომ რა ქვია, გამოვდიოდი ჩემივე ასე ვთქვათ პირნაღებ მასაში რომ პოულობდნენ თურმე მაშინ წამის ზემოქმედების ქვეშ და ხა მე უნდა მიცნობდეს ადამიანი ხა სასმელსაც ბევრს ვამ ფიზიკურად და ღამის კლუბში ნამყოფი არ ვარ. არ ერთხელ ვარ ნამყოფი მეუღლესთან ერთად თურქეთში ჩამომეძინა სკამზე და დაუბრუნდით უკან. არ ვარ მე ეს entertainment ქალი, რომელიც საგანაც ცუდია ღამის კლუბი. ძალიან კარგია, ცოტა დალევაც კარგია და გართობაც კარგია. უბრალოდ ჩემი ნატურა გართობისგან და ღამის კლუბებისგან ძალიან შორს არის. ნუ იქ რომ ჩემი მამამთილი საყვარელი ვიყავი და მე გავიცანი, ანუ ისეთი რაღაცა ხან ვიღაცა ელისო კილაძე როა ის მომიგზავნეს და ისეთი განრისხებული პირველად ახალი მწვანე რო ვიყავი, ასე ვთქვა და ეს რაღაცა ტალახის ხმა რო წამოვიდა ჩემზე, ხა როგორია მე ხო ოჯახი მყავს არა და უცებ ასეთი ტალახის მისხმა ოჯახზე. პირდაპირ შევვარდი პალატაში, მეთქი რა დაგიშავე მეთქი ასეთი ტყუილები. უიო, მე საერთოდ არ ვიცნობო ელისო კილაძესოს. მე ვხედავ წერილს უგზავნის მიყვარხარ ელისო. და რაღაც მომენტში დაიჭირა რომ აი როგორც კი დაიჭირდა რომ რაღაცა მე მწყინდა, მიდიოდა იმ კუთხით კიდევ უფრო ჰიპერტროფირებული შემოტევა იქ რომ არა, მე არაფერ შუაში არ ვარ. ღმერთო ეს რა გაკადრეს და შევიდოდა ადვოკატი და 2 საათში უარესი საშინელების ტალღა მოდიოდა. მე მივხვდი რომ თურმე არაფერი არ უნდა შეიმჩნეოდა, როდესაც უკვე ეს სტილი მუშაობის დავიჭირე რომ როგორც ეძებდნენ ჩემს სუსტ წერტილებს და აი იმ კუთხით ცდილობდნენ ზეწოლა განეხორციელებდა რომ დაინახეს მივეჩვი ერთ დღესაც ეს ელისო კილაძეს 5000 ტროლი დავბლოკე არ დავიზარე რომ მივარდებოდნენ დავბლოკე ელისოც მიყვა იმ ბლოკს და
აღარ არსებობდა ჩემთვის და მე მივხვდი რომ საერთოდ იგნორი უნდა გავუკეთო და ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო რომ ეხლა მაგალითად საერთოდ რეაგირებას არ ვახდენ ჩემს ესე რაც არ უნდა დაწერო რაც არ უნდა თქვა მე ხო ვიცი ვინც ვარ მე ხო ჩემმა ახლობლებმა მეგობრებმა ხო იციან ვინც ვარ და ეხლა ვიღაცას ვისაც უნდა რომ მე ვიყო აპრიორი ცუდი მე იმას ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ არც დაუმტკიცებ და არც არის საჭირო და ამიტომ მისი გადმოყვანის პირველი დღიდანვე ჩემი მთავარი ის იყო ჩემს ერთ ახლო მეგობართან იურისტია ის ბიჭი გავიარე კონსულტაცია მეთქი შარში ვარ და რა გავაკეთო ნინაო ისე უნდა გააკეთო რომ 20 მთავრობა რო შეიცვალოსო შენ უნდა იყო მართალიო რომ ხვალ რომ ვიღაცა მოვიდეს და ამოიღონ ისტორია შენ არც ერთ პუნქტში არც ამ მთავრობის ხათრით არც იმის ხათრით არავის ხათრით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგაო ნუ ეხლა მე არც ვაპირებდი მაგ რაღაცას მაგრამ ხათრით არავის გამო რაც არ უნდა გთხოვონ არ გააკეთო გააკეთე ისე რასაც მოითხოვს სამედიცინო ეთიკა რასაც მოითხოვს ის პროტოკოლები და გაიდლაინები რაც თქვენ მის მკურნალობისთვის გჭირდებათ და არც მარცხნივ გადადგა ნაბიჯი არც მარჯვნივ და აი ესე წინ იყურე და იარი იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში პოლიტიკა ისეთ რაღაცაა როდის რას შემოგიტრიალებენ არასოდეს არ იცი და ამიტომ შენ ხელში გქონდეს მხოლოდ სიმართლეო და მას ამაში დავეთანხმე, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების სტილი და ნატურაც ეგ არის, რომ მე მირჩევნია იმ სიმართლის გამო მაგრად ვიცემო, ვიდრე მოვიტყუო და რაღაც 5 წუთი თავი გადავირჩინო და მე წარედ ვაგო ამაზე პასუხი და არც მიყვარს ეს ტყუილები ყველანაირად ვაკეთებ იმას, რომ არ დამჭირდეს არსად ტყუილის თქმა, იმიტომ რომ ტყუილი ძნელია ცხოვრება, ну ჩემთვის ძნელია. სხვისთვის შეიძლება ძალიან მარტივია და ასეთები ბევრი ვიხილე ამ პერიოდში, რომ აი ისე რაღაცას ისე იტყვიან. მეორე დღეს თუ სხვა რაღაცას იტყვიან, მესამე დღეს თუ სხვა რაღაცას იტყვიან, რომ აბსოლუტურად მათთვის ეს არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენს ამ სახელოვან პაციენტზე, რომლისთვისაც არც ერთ დღეს აი ეს ჩვენებების შეცვლა არაფერს არ წარმოადგენდა, შეეძლო თავისუფლად ერთ დღეს ესე თქვა, მეორე დღეს ისე თქვა, მესამე დღეს ესე თქვა და აი ესე უნდა გაამრავლო მთელ იმ წრეზე, რაც მის გარშემო ტრიალებდა, რომ აი ხა წარმოიდგინე რაღაც ნობელიანტი რაღაცა ავტორიტეტები, დიდად არ მიყვარს ავტორიტეტები, ჩემთვის არ არსებობს რაღაც მეტყობა კიდევაც, რომ ჩემთვის არ არსებობენ ავტორიტეტები. ადამიანებს ამ ემპათიას, ან არ ვიცი, მაგრამ ის რომ ვინმე გავახმერთო და ის იყოს ჩამოსავალი ჩემთვის, რომ აუ ის რას იტყვის და უხერხულია დონ პედროსთან, ეს საერთოდ არ მაინტერესებს მე. ხოთაშორის ამ უხერხულია დონ პედროსთან სახელმწიფოს ამყოფებენ ბოლო რამდენი წელია. იმასთან უხერხულია ეს რას იტყვის, ის რას იტყვის, იმანეს თქვა, იმანის თქვა და ვერ გავიგე ეს დამოუკიდებლობა საწერია, ვერ გავიგე რას ნიშნავს სიტყვა დამოუკიდებელი. და აი ესე სიმართლით, მხოლოდ სიმართლით ის იყო რომ სტრასბურგმაც დაადასტურა მე ჩვენი წარმოებული ყველა ჩარევა თუ რაც იყო რომ ადეკვატური და სწორი იყო და ყველა ნაბიჯზე ჩემი ნათქვამი გამართლა და პირველი წუთიდან რომ ვიძახოდი რომ არაფერი სასიკვდილო ამ ადამიანს არ ჭირს, ესეც მე მგონი ყველამ დაინახა რომ გამართლდა, თუმცა დღესდე მე წამებლად მაცხადებენ და მე ეს კაცი არც დამიჯერია. საერთოდ არ არის ჩემი იურისდიქცია. მე ვარ ექიმი და მომიყვანეს კლინიკაში და არ დავაკელი არაფერი და კი არის მშვენივრად ხედავს ამას მაყურებელი. ხო და აი დღეს მაგალითად რას მოითხოვს სამედიცინო ეთიკა ამ პაციენტის შემთხვევაში? იცი დღეს რასაც მოითხოვს იმას ვაკეთებ და ხო და არ მოითხოვს კიდე რამეს მაგ მხედველობაში და გამოჯამრთელდა საბოლოოდ? რეალურად მდგომარეობა დასტაბილდა ბევრად. კი, დასტაბილდა ბევრად. დანარჩენი ახლა ხო. დანარჩენი ახლა დრო გვაჩვენებს, ხო? ხო და აი თვითონ ეს სიტუაცია, აი სამავთყოფოში რა სიტუაცია, როგორ საწევს? არის მისთვის სპეციალური ესეთი აპარტამენტები გვაქვს ასე ვთქვათ და იქ არის ანუ ცალკე ოთახია თუ ცალკე მთელი ფლიგელია, ხო? ცალკე ფლიგელია, კი ბატონო, ცალკე ფლიგელია. ხო და როდის შეიძლება აი და უშოთ როგორც ექიმს ისე გეკითხები რომ გაიწეროს ვთქვათ პაციენტი ან თუ არის ეხა მაგის დრო რომ გაიწეროს თუ კიდე ჭირდება რაღაც და უშოთ მკურნალობა თქვენზე არის დამოკიდებული ეს როდის გაიწერება თუ არ არის ეს არ არის ორდინალური შემთხვევა. ხო. და რაღაცნაირად არ არის ესე კაფიოთ ჩემი სათქმელი. და
ну ახლა უსასრულოს რა თქმა უნდა არ გაგრძელდება და ალბათ რაღაც დროის შემდეგ ანუ პოლიტიკური შემადგენელია აქ მაინც ჯერჯერობით მაინც სამედიცინო კუთხით მისი უფრო ფსიქოლოგიური კომპონენტი უფრო ჭარბობს ამ შემთხვევაში და ამიტომ ის რომ ეხა მე არ ვუშვებ და იმათ არ ვიყავ და ეგეთი რაღაცა არ არის. ნუ თავისთავად ალბათ შევჯერდებით მე, როდესაც სრულად იქნება იმის საშუალება, რომ პაციენტი გადავა და იქ არ მოხდება. ანუ როგორი რაღაცაა, რომ პაციენტს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ თუ გადავა იქ არა, მეორე წუთში არ გახდება გადმოსაყვანი. მიხვდით? რაღაცა სტაბილიზაციის ისეთ ხარისხს როცა მივახცევთ, რომ ჩვენ ასეთი წინ და უკან სასირბილო არ იქნება. ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა ჩვენც გავწერთ ელემენტარულად პაციენტს. ნინა და აი ეს სიტუაცია ხო და რას ყვებოდი გავწყვიტე. ნობელიანტი და მათყუ არა გამოდგა. ვიღაცა ვიცე-სპიკერი ჩამოვიდა იმისი რა ქვია პოლონეთის სეიმის და ის ანუ მე დღეს ისე მიჭირს აი ამის იცი ჩემთვის ევროპა, დასავლური კულტურა მენტალურად აბსოლუტურად აზიელი არ ვარ მიხვდით განდა ის რომ აი მე არავის არ ვაკნინებ საერთოდ ჩემთვის ძალიან ცუდი სნობიზმია ეს რომ აი რაღაცნაირად დაიყო დღევანდელი გადმოსახედიდან პოლიტიკის რომ აი არსებობს ევროპული კულტურა და დანარჩენები არიან არა ბოლომდე ადამიანები ჯუნგლები კიდე სხვა რაღაცა ანუ არ არიან რაღაცა ფაშისტური მიდგომა რომ როგორც მაშინ ახლა არიელი თუ არ იყავი იგივე არის ეხლაც რომ თუ არა ევროპა სხვა დანარჩენი რომ ვუყურებ აი ამათ კომენტარებს აზრებს ვიღაცა სომეხი ვიღაცა აზერი ვიღაცა ყაზახი ვიღაცა ჩინელი ვიღაცა ინდუსი ანუ ეს რაღაცა უზარმაზარი უძველესი კულტურის ერები ისე მოიხსენიება რომ არსებობს ეს იგივე რომ მაგალითად ხატრობაში რომ მარტო რეალიზმი აღიარო ან მარტო რაღაც ერთი მიმდინარეობა და დანარჩენია თქვა რომ ეს დანარჩენი არ არსებობს ნებისმიერ მეცნიერებაში ნებისმიერ ხელოვნების დარგში რომ მხოლოდ ერთი მიმართულება აღიარო და დანარჩენი თქვა რომ არ არსებობს და ეს არის ფაშიზმი რომ ინდუსი ფუფ კი ბატონო ინდუსი ამხელა კულტურის ამხელა ისტორიის ამხელა რა ვიცი რეები არ შექმნეს ხო კი ბატონო ამხელა ცივილიზაციის ერთა კავშირი იმიტომ რომ მხოლოდ ინდუსი ხო არ არის უამრავი ნაციონალობა ცხოვრობს ხო დღევანდელი ინდოეთის ტერიტორია აი პაკისტანელი აი თან ამ დროს ევროპელობა უნდათ სადაც ამ კუთხით ძალიან დიდი მიმღებლობაა სადაც ისინი თვლიან დღევანდელი ხა გერმანიის იგივე ის მათი ანალენა ბერბოკი აცხადებს რომ ჩვენ მიგრანტების გარეშე საერთოდ ვერ გადავრჩებით. იგივე ხდება საფრანგეთში, ალჟირი, მაროკო, მთელი მამაკაცები და ქალბატონები იქ არიან ხომ? და ფრანგი არ იტყვის ვიღაცა ფუფ ალჟირელი და ფუფ მაროკოელი ხო ასეთი სიტყვაც არ გაჟღერდება და თან ამ დროს აქვს ევროპელობაზე პრეტენზია და ჩვეულებრივ რასიზმს და ნაციზმს ქადაგებენ და ჩემთვის ეს არის მიუღებელი და თან ახლა ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ გვაქვს უთვალავი ფერითა არ გეუბნება შოთა რომ მარტო ერთია კარგიო ხო ან იმიტომ ქვეყანა დედამიწა კარგი რომ არის მრავალფეროვნება და დედამიწის გადასარევი დედამიწის მთელი სიკეთე ის არის ძალიან მრავალფეროვანი და ამ კუთხით არის ზუსტად საინტერესო და რომ არა ეს მრავალფეროვნება არც ის ევროპა არ იქნებოდა ხო მათი კოლონიზატორულ წარსულს თუ გავიხსენებთ მთელი ეს აღმოსავლეთი და ამერიკის კონტინენტი ყველაფერი შეწოვილი და ინგლისში ეგვიპტური სარკოფაგები დევს რატო არ უბრუნებენ ხო ყველაფერი იქ აქვთ მიტანილი აბა ჩვენ ქართველებს ვისთვის რა წაგვირთმევი აქეთ გვართმევდა ყველა ყოველთვის ყველაფერს და ამიტომ ესეთი დამოკიდებულება რომ აი ეს იმადგან რომ გონია რომ ახლა ცივილიზაციის აყვანიდან ვიღაცა მოდის და გონია რომ იტყვის რაღაცა სიკეთეს და ტყუილს რომ იმაშვება ტირაჟირებს და მე ვარ მატყუარა და ის არის მართალი იმიტომ რომ პოლონეთის სეიმის ის არის თავმჯდომარის მოადგილე და მე ვიღარ ვის დავეკარგე რომ მე ჩემი სიმართლით ვიყო ჩემი ნასწავლობა არაფერში არ წერია როდესაც თვით ნობელიანტი ამბობს რომ ხვალვე ჭირდება ოპერაცია რატო არ გაუკეთეს ეს ოპერაცია
რამე მოუვიდა იმ ოპერაციის გარეშე, საერთოდ ახსოვთ ეგ დიაგნოზი? რატო არ აგებენ ეს ექიმები პასუხს ცრუ დიაგნოზებზე? მე რომ ცრუ დიაგნოზი დამეწერა, მე ხო რა ვიცი, მე დიპლომია ყველაფრიან გადამასახლებდნენ აქედან. რატომ არ აგებენ დღეს ეს ცრუ ექიმები თავიანთ ცრუ დიაგნოზებზე პასუხს? ის ქალბატონი რო იყო, მასავით რომ მომივარდა, რა ქვია, NKVD-შნიცასავით, მას პირდაპირ ესე ვუწოდე, აი მართლა ბერიას NKVD-შნიცასავით. რომელ ქალბატონზე იყო? რაღაცა ემპათიის თუ ვიღაცის ხალი რო იყო, რა ვიცი, აღარც მახსოვს, რა ქვია და რა გვარია. იმან ისეთი კივილი დამაწია, რომ მე რა მესმის და 82 გვერდიანი დიაგნოზები ქონდა ქალს გამოტანილი. სად არის ეს დიაგნოზები, სად არის ეს ქალბატონი? რატო არ აგებინებს სახელმწიფო პასუხს? სად არის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო? რატო არ იღებენ ამ დოკუმენტაციას და ამ ცრუ დიაგნოზებზე ამ ადამიანებს რატომ არ აგებინებენ პასუხს? ეს ხო თან 3 წელი გავიდა. ყველაფერი ნათელია, ცხადზე უცხადესია. რომელი მათი დიაგნოზი გამართდა, რომელი ერთი? ის ხალხი ხო მკურნალობს პაციენტებს. ის ხალხი ხო იღებს გასამჯელოს აი ამ თავის შრომაში და ცრუ დიაგნოზებზე აქვს ამ ხალხს ხელი მოწერილი. საერთოდ ეგრე არის რა, სიცრუეს და და რატომ არის მე არავინ არ მაპატიებს სიცრუეს კი არა, სიმართლეს არ მპატიობენ. სიმართლეს არ მპატიობენ და სხვას სიცრუეც ეპატიება. სამწუხაროდ ეს სხვას ყველაფერი ეპატიება. მე ეს არ მომწონს. ეს არ მომწონს საერთოდ. სამწუხაროდ ესეა და ზუსტად ეს არის ალბათ შესაძლებელი. ხა იმ დღეს წავიკითხე, კიდაღამ გავგიჟდი გუშინდელ, ესე ვთქვათ, საკომისიო სხდომაზე ერთი ადამიანი რას წერს, ნახე. რომ გადარჩენილიყო ისო, რა ქვია, ტატუნაშვილიო. კი არა ის არწუხელიძეო რა და არწუხელიძე რო ცოცხალი გადარჩენილიყო, დაიბარებდნენ და თავს ამართლებინებდნენ. ანუ ეს როგორ შეიძლება დაწერო და თან ეხა ამას კომენტარები რო წაიკითხოთ, კიდე ეს ცალკე თემაა. ეხა წარმოიდგინეთ თვითონ აქვთ რეზოლუციაზე ხმა მიცემული, ხო, ამ ადამიანებს, რომ ომის სამხედროებმა დაიწყეს. და ჯერ ისეთი არწუხელიძე, ტატუნაშვილი და საერთოდ აი ამ ბიჭებით მანიპულირება, როდემდე შეიძლება რომ გაგრძელდეს. მე რასაც ვუყურებ, მაპატიე ხა თითქოს ერთი მხარე წერს, მე ყოველთვის ვარ კრიტიკული, ყველას მიმართ. კი ბატონო. და რო ვკითხულობ თავიდან არ მიყურებ, იმიტომ ისე დროს გადის ხოლმე, როცა მე სამსახურში რაღაც ცოტა დაკავებული ვარ და წავიკითხე რაღაცა, აი სამშობლოს ხალატის ის რა ქვია რეპორტაჟია პირდაპირ როგორ შეიძლება და ამისი პირდაპირ ეკრანზე ჩვენება და რაღაც მომენტში გამიშთა იმის განცდა, რომ ესე ხო არ არის, რომ რაღაცნაირად აი ამ კუთხით მიდიოდა, რომ ჩვენმა სამხედროებმა რაღაცა დაიწყეს და ასე შემდეგ. და მე რომ ჩაუჭექი და ვუყურე, ანუ აქ არის სხვა რაკურსიდან ეს ყველაფერი, რომ თქვენ შეგეძლოთ ადამიანების გადარჩენა, კი ბატონო ომიქიდან დაიწყეს შემოვარდნენ, უბრალოდ თქვენ შეგეძლოთ ადამიანების გადარჩენა და ეს თავიდან ვერ აიცილეთ და რატომ? ანუ მე ესეთი მიმართულება დავინახე, თუ მეშვენება, რა ვიცი გამისწორი, არ ვიცი, იქ არ იყო, აქ არ არის საუბარი, საერთოდ არ აქცენტირდება ომის დაწყება და ჯერ ესეთი ომი არ ყოფილა ეს, ჯერ ესეთი, აი რომ ომი დაიწყო ჩვენთან. ხო, აბსოლუტურად ისეთი თემაა რა, აბსოლუტურად არასწორად დასმული საკითხია, ომი ვინ დაიწყო. ომი კი არ დაიწყო. საკუთარ ტერიტორიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებ, დაიწყეს სპეცოპერაცია რა. კი ბატონო, რომელიც ეს ომის დაწყება აბსოლუტურად სხვა რამეა და სპეცოპერაციის დაწყება აბსოლუტურად სხვა რამეა. და ის რაც დაიწყე კიდე იმ აბრალებ შენ რეზოლუციაში, მიღებულ რეზოლუციაში, აი შენ სამხედროებს. და ზუსტად მაგას ვამბობ, რომ მე ეს ჩემ თავზე გამოვიარე. მევე მადანაშაულებდნენ ჩემივე სიმართლეში და ამისთვის დასტურად მოყავდათ თავისი კომისია და ეს 1000 ევროპარლამენტარი და ეს რა ქვია იმას ვინ იყო ეს ნობელიანტი, იმიტომ რომ მათ ჩემზე მეტი ეპოლეტები ჰქონდათ, იმიტომ რომ ისინი ევროპას წარმოადგენენ, იმიტომ რომ ის ამერიკიდან ჩამოფრინდა, იმიტომ აი ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო ეს უცხოელი, ხო ეს აი რაღაც ეს რაღაც ინდიელი ტომი რო ხარ და რო ჩამოვა კოლუმბი უცხოელი ტურისტები ჩამოვიდნენ უცხოელი ტურისტები და რაღაცა დაფართოებული თვალით აი ჯუაჭკები პედრო ექნება ჯუაჭკი აი მე მახსოვს ეს დრო და
რატომღაც მომყოფებენ აი ამ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 35 წელს იგივე მდგომარეობაში, რომ უცხოელმა თქვა. ტყუილს ვინ იტყვის? ჩემი ენით უცხოელი საერთოდ არ მაინტერესებს. კი ბატონო. და ეს რატო ვიმდაბლებთ ესე თავს ვერ ხვდები? რატო ვიმდაბლებთ ესე თავს? რატო ვინ გადაგვიჭყვიდა რომ თავი უნდა დავიბამბლოთ ესე და უცხოელმა თქვა და ეს უხერხულია დონ პედროსთან ეხა ვენესუელასთანაც უხერხულში აღმოჩნდით არ ვიცოდი ეს ახალია რაღაც. ახალი არა უცხოელი ეხა იმიტომ დომინირებს ეს ამბავი რომ უცხოელი აძლევს ამათ ფულს და უცხოელი კარნახობს ესე თქვა. მე ერთადერთ კითხვას აძლევდა უпростоრედ და აძლევს კიდევაც კი. მე არ ვარ ისეთი მიამიტი და არ მგონია რომ ეს ხალხი და მე მგონი უკვე აჩვენა ამ სიტუაციამ რომ ეს ძალიან არ გამწვავდა ეს ყველაფერი ხო და რაღაც კლებაზეა წასული რომ ბევრს აქვს ანალიტიკური აზროვნება ძალიან უბრალო ადამიანებსაც როგორც ისინი მოიხსენიებენ უბრალო ადამიანები და ხავსზე და კარტოფილზე გაყიდული და ზოგიერთ ხავსზე და კარტოფილზე რომ როდესაც ვიღაცა ზედმეტად ბევრ ფულს გიხდის და რაღაცა აი ამ 3 მილიონიან ქვეყანას ესეთი ლუპით და ასე შენზე არ ძინავს, არც დღე, არც ღამე და შენ რეზოლუციების წერაში ათენებს და აღამებს. კითხვა არ გესმებათ რატო? არავინ არ დამაჯერებს, რომ ჩემთან ვიღაცა დემოკრატიაზე წუხს. არ მჯერა ასეთი ზღაპრების და რა გავაკეთო? მე არ მჯერა. და მე მომიტრიალდებიან და მეტყვია, რომ აი შენ ხარ რუსეთუმე. მე თუ რუსეთუმე ვარ ну, რა ვიცი, არ ყოფილა. ეს არის ორადორი, ბოდიში დინო, ჩემი აზრით ეს არის ეს რაც თან ეს ხალხი დღე და ღამე მოსკოვებში არიან და ისა რა ქვია, პეტერბურგებში და მე ბოლოს კონცერტებს ატარებენ და რავი, რაც არ ატარებენ. ერთხელ ვარ ნამყოფი 98 წელი იყო 2001 წელი. პირველად ცხოვრებაში. არ ყოფილა. ხო, მაგრამ აი რას ვიძახი, რომ თვითონ აი თელი ეს საპროტესტო მუხტი და აქცია, თუ რაც და რაც შეიძლება დავარქოთ ეს მოძრაობა, ხო? ორ დიდ ტყუილზე დგას, მეძე არ დგას. ერთი არის ეს ზუსტად რუსეთის ამბავი და რუსული ხელისუფლება და იმ დღეს დაწერა რუსული გუნდი საქართველოს ნაკრებზე. დაწერა რომ ეს რუსეთის ნაკრები და შეიძლება ხელისუფლება არის რუსული. შეიძლება ნაკრები არის რუსული. მე ხო ვიცი რომ არ ვარ. ხო თუ ისინი რუსული არიან, მაშინ ხო რას ვამბობ? მე ხო ჩემ თავზე მე ხო ნამდვილად ვიცი რომ არ ვარ გესმის და უკვე მე რომ მიმტკიცებ რომ შენ როგორც მაშინ მიმტკიცებდნენ რომ მე ლოთი ვარ, ნარკომანი ვარ და ღამის კლუბის ყოველდღიური ესე ვთქვათ მონაწილე თუ რა ქვია იმას სტუმარი მე ხო ვიცოდი რომ ეს არაფერი არ იყო. ასევე არ ზუსტად ვიცი რომ მე არანაირი რუსეთუმი არ ვარ ეს მაგათი ამბავი რომ ჩირკი მოგცხონდა მე შენ იწმინდე რა. ეგ არის რომ თავარია დაგაბრალოს და გაიაროს. მე არ აინტერესებს დაგაბრალა გაიარა. დაგაბრალა გაიარა და ძალიან ბევრის წარსული ვიცი მათი და აწყვოც სხვებს რომ რუსეთუმეობას აბრალებენ რა. ხო, ნუ ეხლა ხო მეორე კიდე რა არის რომ აი ამ რაღაცაზე დგას. რუსულ ფულზე შეერთებული ტიპები. კი ბატონო. მართლა რუსულ ფულზე შეერთებული ტიპები. კი ბატონო, რა იქით გაბრალებს იმას ჩემი შენ გიხარიო გული მოგიკალიო და ამიტომ რაღაცნაირად ეს გახევება გამიჩნდა შინაგანი გარკინება თუ რაც გინდა დაარქვი და ამიტომ რაც არ უნდა ეხლა ამ ადამიანება რომლებიც შავზე თეთრს მიმტკიცებდნენ წოდების მიუხედავად და ჩემთან ნაცნობობის ხანგრძლივობის მიუხედავად მე მათი აზრი საერთოდ აღარ მაინტერესებს. აღარ მაინტერესებს რას იტყვიან ჩემზე. ეგ არის ყველაზე არანაირად არც გული მტკივა არანაირად ჩემზე ამას ზეგავლენა არ აქვს. თავის თავს ვნებენ, იმიტომ რომ ტყუილი არ შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. რაღაც ეტაპზე ეს ტყუილი აუცილებლად გამოჩნდება და ხან გრძელი ფეხები აქვს ამ ტყუილს, ხან მოკლე, მაგრამ ბოლოს მაინც მოკლე ფეხი აქვს ტყუილს საბოლოო ჯამში რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არ არსებობს რომ ტყუილი არ გამჟღავნდეს და აი ეს ამბავიც ეხლა რასაც ახალგაზრდებს აჯერებენ რომ დაუშვათ აი ეს და ისინიც ესე ბრმაიარაღად ყავთ წარმოდგენილი და აჯერებენ იმას რომ ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ არჩევნები გაყალბდა, ამას აჯერებენ და ამაზე დგას დღევანდელი პროტესტი და მეორე დგას იმაზე რომ
ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ, გესმის? რუსული ხელისუფლება, რა ვერ რუსული დავკარგეთ, მთავრობა. როგორ ეხა პუტინმა, რომელიც შეუვარდა ეგერ იმხელა 40 მილიონიან რუსეთს და საერთოდ არავის ინტერესი არ გაითვალისწინა. ჩვენთან აქ ბაზები უდგას. ყურის წრეში. კი ბატონო. და ეს ვისი ეშინია? რა ვერ შეგვიყვანა? ელჩი არ გვყავს ელემენტარულად, დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს 12 წლის მანძილზე. ხო და ამას არ უყურებენ, გესმის? ამას არ აი ძალიან მოკლე ისეთი აზროვნების აი იმითი კატეგორიებით აზროვნებენ რა. აი როგორ გითხრა ეხა რამდენი ხანია ეს პროტესტი მიდის და კაც შეკითხვა არ გაჩენია იმ პროტესტზე ვინც დგას, ვინც გულანთებული დგას, მე იმაზე მაქვს ლაპარაკი, რომ ამ რეზოლუციას ხელი როგორ მოვაწერეთ? სამხედროებს ომის დაწყება როგორ დააბრალეს? და აქეთ ჩვენ გვადანაშაულებთ რუსულ რაღაცას? აი ზუსტად ეს არის, ყველაფერზე ეს რაღაცა ტექნოლოგია აქვთ შესწავლილი როგორ? აი კგბ-ს ტექნოლოგიაა ეგა. დაგაბრალოს თავისი შენ. კი ბატონო. და მაგათ რაღაცა აყროლებული თევზის რაღაც მეთოდი ქვია თურმე, აი სუნს ხო ტოვებს არა, ცუდ სიტყვის შენზე გაივლის სუნს დატოვებს. და ეს მთელი ცხოვრება ეს რაც შენზე ცუდი აქვს, ნათქვამი შეიძლება ტყუილი იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეშლეიფს გაგაყოლებენ ბოლომდე. და დასწრებაზე აქვთ, აი რა ვიცი მე ვიშევადა რომ მაგათ იქმედება, რომ აი დაგასწრონ, რომ შენზე ცუდი თქვან. თან რომ გადახედო რესტროსპექტიულად როგორ იქცეოდა მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად ლაპარაკობდნენ რუსეთზე, რა ვიცი, ხაჭაპურებით ხვდებოდნენ საზღვარზე და დროშებით და ქორწილი არ გამოტოვეს, ვინც კი აქ ვინმე რეჟისორი და ვინმე მშვილი გაათხოვა თუ ცოლი მოიყვანა, ყველგან დადიოდნენ და ომის მერე მაგათთან იყვნენ ჩახუტებულები. აბა მე ერთ კადრს ვერ ამომიღებს ვერავინ რომ ვინმესთან მე ჩახუტებული ვარ. გინდა წინა ხელისუფლებასთან, გინდა რუსთან, გინდა ვინმესთან და გინდა ახლანდელ ხელისუფლებასთან. მე ვარ დამოუკიდებლად რასაც ვუყურებ ჩემი ერთი მოქალაქის თვალით და მე ამ სიტუაციას ესე ვუყურებ, რომ საერთოდ არ ადარდებთ ამ ხალხს არანაირი საქართველოს წინსვლა და ასე შემდეგ. აი ამ ოპოზიციას მე რომ ამას ცოტა სხვანაირად ვხედავდე მათ, მე ბუნებით ვარ ძალიან რაღაცას რომ მეუბნებიან, მინდა რომ უკუმა რაღაცა ვთქვა. ისეთი ოპოზიციური სპექტრი ყავს, რომ მაიძულებენ რომ ამდენი წელი ზედიზედ მართლ პარტიას მივცე ხმა, რომელიც ჩემს საქციელში და ხასიათში საერთოდ არ ზის. და უამრავი რაღაცა არ მომწონს ამ ხელისუფლების. ძალიან ბევრი რაღაცა არ მომწონს, მაგრამ რო ვუყურებ არც განვითარების გზას არ მთავაზობენ, არაფერს მეუბნებიან, რომ ევროპასთან აი ესე ჩვენ დავაახლოებთ და ისინი გვაჩუქებენ ფულს. ეს კიდე რა მონობა და ჯანდაბა და უბედურება. ანუ კაი ბიძიას ჩავეხუტები და ის ფულს მოგცემს და აი ეს ამ ფულის დაპირებებით ეს ცალკე შეურაცხყოფელია მე თუ მკითხავ. და მანამდე სანამ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, ისევ რუსი გადაგვარჩენსო და რუსეთთან უნდა ვიყოთ და დარწმუნებული ვარ ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, პირველი ვინც დაიწყებს რუსეთთან დალაპარაკებას და დაახლოებაზე საუბარს და ასე შემდეგ, ისევ ეს ხალხი იქნება. კი ბატონო. კი ბატონო, აი ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ეს ნახე რომ გააკეთეს. ფულსული არ უდის, ისევ ჩვენი მეგობრები არიან, რა ვქნათ უნდა ვიმეგობროთ, იმათმა გაუქმეს ყველაფერი, ამათმა ყველაფერი ცალფრივად გაუხსნეს და ასე შემდეგ. აქეთან მხრიდან რუსეთთან მიმართებაში არც ერთი ნაბიჯი არ დამინახავს, აი რომელი ნაბიჯი გადადგა ამ ხელისუფლებამ რუსეთთან დასაახლოება. არც ერთი. არც ერთი დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, რა ნაბიჯებზეა. აი რატო დაუშვაო თვითმფრინავების ისე თვით იმათმა ჩაკეტეს, იმათმა აღადგინეს. ისევ ის ქართველი ჩამოდის ისევ აქ. არ ვიცი, ამაშიც ახლა რაღაცა გასაგიჟებას ვერ ვხედავ. თანაც როგორ უნდა ამ გეოგრაფიას ვერ წაშლი. ამ რუსეთს ვერაფერს ვერ უზამ, იქ არის. კი ბატონო, ოკეანე არ და გახდება. ვფიქრობ, რომ ესეთი პატარა ქვეყნისთვის აუცილებელია რაღაცნაირად ისეთი ლავირება, რომ ყველა ურო თავში შენ არ მოხვდეს. და როდესაც იყო საუბარი რომ მთელი ეს ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკა გამოდიოდა რომ უკრაინას მხარში უდგავართ და თქვენ გამო ამას ვიზამთ და თქვენ გამო იმას ვიზამთ და როდესაც ამას გვაყვედრიდნენ რომ აი შეხედეთ ისინი ისეთი ქოლგადაფარი არიან რომ ჩვენთვის რაღაცა რომ ეთქვა რუსეთს რომ ჩვენ თუ ევროპა თავის გუნდში მიგვიღებდა და ჩვენ რომ ევროპული მხარე დაგვეჭირა ვიჭერთ კაცო ამ ევროპულ მხარეს სადმე გავიქეცით
რა ვთქვით რომ რუსეთთან გვინდაო, მაგრამ როგორ შემოუბრუნდა უკრაინას ვინმე ყველა თავის წილ რაღაცა ბენეფიტს ელოდება, რაც გამოგლიჯენ აი ამ ომის დამთავრების დროს რუსეთს კლანჭები და რომ ნაწილი რაღაცა ინგლისმა მოითმო ხელის, იქ პოლონეთმა მოითმოს, იქ საფრანგეთმა, ანუ ევროპა თავს იკლავს ეხლა რომ მთლიანად ამერიკამ არ წაიღოს მოგების ნადავლი. ხო ესე არა? კი, ეგრეა. უბრალოდ ჩვენთან ეხლა გასაყოფი რა უნდა იყოს, ეხლა ერთი გოჯი ტერიტორია ვართ და არც მინერალები ჩვენ არ გამოჩნია და არაფერი და კაი ეს შუადერეფანი გავიგეთ რამ არღის ეს შუადერეფანი ასეთი ძვირი ფასი. არ ფასი რა ჯერ ესეთი არ გვადებს რომ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გავცვალოთ ამაში. კი ბატონო, მე უბრალოდ გული მწყდება ძალიან აი ამ ახალგაზრდებზე, რომლებიც დაუშვით რაღაცას აპროტესტებენ, ხო და აბსოლუტურად გულწრფელად შეიძლება აპროტესტებენ, უბრალოდ ძალიან ჩაუხედავები არიან ამ სიტუაციაში. იმიტომ რომ ამ სიტუაციაში ჩახედული რო იყო, ჯერ უნდა გესმოდეს, რომ დაუშვათ რა მოდი აი ორი მხარე რო ავიღოთ, ვის რა გაკეთებული, ხო? რა ვის რა ნაბიჯებია გადადგმული. რაღაცა პიროვნული მიუღებლობა აქვს ზოგიერთ ერთმანეთის. აი ამ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ძალიან კაფეოდ გამოაჩინა, რა იცით, ახლა მაგალითად მე მივხვდი, რომ თქვა ყველა ჩემაზრზე ხო არ არის, მაგრამ მე ვინც მიყვარდა, ისე მიყვარს. ამით არ შეცვლა ჩემი მიდგომა იმ ადამიანის მიმართ და მე ვინც ამომიძულა ამ პოლიტიკის გამო, ესე არცავს არ უყვარდი და არ მოვწონდი, თორე არც მე შემიცვლია საცხოვრებელი ადგილი და არც მას. მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ და არც მე გადავსულვარ ციურიხში საცხოვრებლად და არც ის დასულა სადღაც სხვაგან, ხო? ანუ ისევ იგივე გარემოში ვიხარშები და ისევ იქ ვართ. რა შეიცვალა ჩვენთვის? არც არაფერი, ხო? ეს ევროპა კიდე რაღაცნაირად ევროპაში მივდივართ, შენ არ აყენებ იმათ შეურაცხყოფას. გავიგე, მაგრამ ევროპაში მიდიხარ 1,200,000-ის გამოკლებით? და ეს ჩვენ 1,200,000-იც მივდივართ ევროპა ვართ. მე არ ვთვლი რომ ჩვენ სადმე წასასვლელი ვართ. ჩვენ უბრალოდ ევროპამ უნდა აღიაროს რომ ჩვენი თანასწორები ხართ და ჩვენი თანაბრები ხართ და ეს მიდგომაც თუ თქვენ ჩვენი თანასწორნი არ ხართ. მე ძალიან მაღიზიანებს, შეიძლება ძალიან ინფანტილურად გამომდის, ძალიან ბავშვურად გამომდის, ძალიან ესეთი ყოყოჩ ქართველურად, მაგრამ მე არ ვთვლი რომ საქართველოს ვიღაცასთან აქვს ახვეწარი. მართლა არ ვთვლი. ძალიან ადვილია ინგლისისთვის ვიღაცის ჭკუის დარიგება. ძალიან ადვილია პორტუგალიისთვის, ძალიან ადვილია ესპანეთისთვის, მთელი ზღვა და ხმელეთი მაგათი იყო, მთელი სოფლიოს ნადავლი მათთან არის ჩატანილი, ძალიან ადვილია გერმანიისთვის ჩვენზე ზემოდან ყურება. ჩვენ არც არავინ დაგვიყვყრია არასდროს, არც არავის არაფერი წაგვირთმევია. მთელი ცხოვრება ვცდილობთ თავი გადავირჩინოთ. მიუხედავად უამრავი და ისევ გამოდიოდა რომ ერთმანეთს კიდე შიგნით ჭამდი და რატო ვერ ვისწავლეთ? აი ჩემთვის ეს კითხვაა, რომ რატომ ვერ ვისწავლეთ განსხვავებული აზრის შემთხვევაში თანაცხოვრება, მაგრამ სანამ გარედან ვიღაცა შეგიჩიჩხინებს და ყოველთვის ვიღაცა გვიჩიჩხინებს და ოსმალეთის იმპერია იყო და იქ თავისი მოსყიდული თავადაზნაურობა ყავდათ. რუსეთის იმპერია იყო და ისინი თავიანთ მას პოლიტიკას ატარებდნენ. საბჭოთა კავშირი იყო და ის თავისას. ეხლა ამდენი კავშირები ყავს ირგვლივ და ვინმე ფულს გადაიხდის და ალბათ ეგ ფული ყველაზე გემრიელი და ესეთი კარგი ფულია ერთი მაშინ ერდანოსში ჩვენი არ ხელფასებს იღებენ როგორც გავარკვია. კი ბატონო. და მთავრობას კიდე ვადანაშაულებ, რომ კი, მესმის ძალიან რთულია, როცა ვიღაცა სულ მუდმივად გაჯანჯღარებს. სულ მუდმივად გიდგას ჯიბრში, არანაირი კონსტრუქციულობა არ არის, არავინ არ კარნახობს, რომ იცი, ეს შენ რასაც აკეთებ, ცუდია, მაგრამ მოდი ესე გააკეთე, ეს ხო არასდროს არ ყოფილა. არა, შენ წადი მე ვიცი როგორ უნდა გავაკეთო, ოღონდ არასოდეს არ ვიცი ეს როგორ უნდა გააკეთოს ამან. ეს რეცეპტი არავის არ დაუდია გარდა იმისა, რომ ევროპა გვაჩუქეს რაღაცა მილიარდებს. ესეც ისეთ დანაპირების ამბავში, მაგრამ რეალურად გამოსავალი მე არავისგან არ მომისმენია. და უბრალოდ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაჯდა აი ამ არასამთავრობოების ხელფასებზე. ეს სამუშაო ადგილების პრობლემა რომ არ ყოფილიყო, დასაქმების პრობლემა რომ არ ყოფილიყო და ეკონომიკური, ასე ვთქვათ, რაღაცა სხვა ბალიში რომ ყოფილიყო საქართველოში, დამერწმუნე ამდენი ახალგაზრდა, გინდა ძველგაზრდა, აი ამ ფულზე არ გადაჯდებოდა. ეს შეხედე გამოდიხარ, იქ გეტყვიან რა არის გასაკეთებელი და იქ ხო უმარტივესი რაღაცებია გასაკეთებელი, რაღაცა რაპორტი დაწერე, იქ რაღაცა აღწერე, ჩამოწერე, შვენიერი ხელფასი გერიცხება.
და რაღაც ნარკოტიკივით დაჯდა ეს ხალხი აი ამ ფულზე. კი ბატონო. და ეს არის იაფი ფული. რომელზეც უარის თქმა ძალიან რთულია და ამას შენ ვერ დაუპირისპირდები მხოლოდ იდეოლოგიით. ამას უნდა დაუპირისპირო 100 ჯერ გაშმაგებული ბრძოლით, რომ შენი ეკონომიკა ამოწიო მაქსიმალურად. გასმაგებული ბრძოლით, რომ შექმნა ბევრი სამუშაო ადგილი, რომ ის სტუდენტია თუ ის განათლების სისტემა როგორც უნდა გააკეთო, ის შრომის ბაზარი ისე უნდა გქონდეს, რომ ბავშვი სკოლას რო დაამთავრებს, იმან უკვე უნდა იოლად აირჩიოს გზასაც წავიდეს. პროფესიული განვითარება თუ უმაღლესი სასწავლებელია თუ რაღაცა, იმას არ უნდა ეშინოდეს ხვალიდელი დღის და დასაქმების. და როდესაც სახელმწიფოში განათლების სისტემა არ აკონტროლებს კვოტებს, მაგალითად, ამდენი სოციოლოგი რო გამოდის და ამდენი იურისტი და ამდენი მარკეტოლოგი და ამდენის და რეალურად ფასეულის შემქმნელი არც ერთი პროფესია და რო დაგჭირდეს ინჟინერს ვერ ნახავ, წესიერს და კონსტრუქტორს და არქიტექტორს. ეს ხალხი სადღაც ხო უნდა დასაქმდეს. პროდუქციის შემქმნელები ესენი არ არიან და ამისთვის არის გადასარევი ნიადაგი, ეს არასამთავრობო ფულები. მიდიხარ იღებ ხელფას რაში. რამდენი სოციოლოგი ჭირდება საქართველოს ამიხსენე. რამდენი იურისტი. რამდენი ბიზნეს ისა რა ქვია ბიზნესის და მენეჯმენტის რაღაცა განხრები როა, რომელიც გამოდიხარ და ვიღაცა ხა ვიღაცა ბიზნესმენი, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს, თავისთან წაგიყვანს, მედარდი არ აქვს. ის თავის ბიზნესს თვითონ ხედავს. იმას ჭირდება ადამიანები, ვინც პროდუქტს ქმნის. სულ ერთია როგორც. ყველაფერზე თავი დავანებოთ, რამდენი მსახიობი გჭირდება. აი მითხარი რა, ეხლა ჩვენ დროს რო იყო კაცე რო ვაბარებდით მაქსუს თეატრალურ ინსტიტუტში, ძალიან ისეთი კონკურსი იყო რა, რომ ერთ ადგილას მოდიოდა, მე მგონი 25 კაცი რა. ეხლა ჯერ რამდენი თეატრია საქართველოში, რამდენი მსახიობი უნდა დაასაქმო, ეს მსახიობები, რა ვიცი, ამთავრებენ ისე რომ საერთოდ თეატრების გარეშე რჩებიან. მე ამას ვამბობ ზუსტად რომ ეს არ არის ჩემი ბრალი, ჩემი ბრალი არ არის. ეს როდესაც შენ მთავრობაში ზიხარ, უნდა დაწონო, სად წაიღო პრიორიტეტები, როგორ უნდა გააკეთო, რა უნდა განავითარო, რას უნდა მიხედო. ეს არ არის ჩემი და შენი საქმე და ეს არის ზუსტად ხელისუფლების ლაფსუსი, რომ ეს ბავშვები წავიდნენ NGO-ს ფულებზე გადასხდნენ. იმიტომ რომ რაღაცით ხო უნდა ირჩინოს თავი. კი, NGO-ს ფულებზე გადაждდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ინსტიტუტები, უმაღლესი სასწავლებლები, ხო, იქაც დაუშვათ ის ადამიანები ასწავლიან, ვინც NGO-ებში არიან რა. მერე სად იყურებოდი მთელი ნაცმოძრაობა რო დაიშალა, მერე ყველა ამ ტიპებს მე ვხვდებოდი უმაღლეს სასწავლებლებში. უნივერსიტეტები დახსნეს და ინსტიტუტები დახსნეს და კათედრები და ამისთვის მე უნდა მივიდევნებია. მე ხო არ უნდა მივადევნო ამას თვალი. არა ხომ არა, ეხლა მაგას ვიძახი რომ როდესაც შენ დგები ხელისუფლების სათავეში, ყველაფერზე უნდა პულსზე გედოს ხელი. უნდა გქონდეს გაწერილი გრძელვადენა, თუმცა მე ისიც ვიცი რომ იქ ძალიან გამოცდილი დესტრუქციული ტიპები არიან, რომლებსაც შეუძლიათ უბრალოდ არც გაცალონ რაღაცის კეთება. ეგ არის. მაგრამ როცა რაღაცის კეთებას არ გაცლიან, შენ 100 ჯერ მეტი უნდა აკეთო, რომ იმისი დესტრუქცია ნაკლებად შეგეხოს. 100 ჯერ მეტი უნდა იშრომო, 100 ჯერ მეტად უნდა გაანძრიო ტვინი, არ უნდა იყოს ეს ნეპოტიზმი, არ უნდა იყოს ჩემი ძმაკაცის შვილია, მოიყვანე ჭკვიანი კადრი. მოდიხარ და ისევ იმას ასაქმებ, რომელიც მოგიტრიალ და მერე და საბოტაჟი გაგიკეთა. ეს ხო ჩემი ბრალი არ არის. ძალიან ბევრი რაღაცა არის ასაწონი, დასაწონი და მერე ჩემნაირების და შენნაირების გადასარჩენია ხოლმე, მერე ძალიან ბევრი სავარძელში მჯდომი ადამიანი, რომელსაც მერე ქუჩაში წეშინია რაღაცა ხმამაღლა თქვას. მე უნდა ვიყო რომ მე ლაფი მომესხას, შენ ლაფი მოგესხას და მერე კონსტრუქციულად გამოვა და ჩამოართმევს იმას ხელს, ვის გამოც იმას მე და თქვენ ლაფი მოგვესხა. კი, სამწუხაროდ ეგრეა. დღეს სამწუხაროდ ეგრეა, იმიტომ რომ
მე ვერ ვხედავ. შეიძლება ამიტომ მე არ გამოვდგები პოლიტიკოსად, მე ძალიან ხისტი ვარ, ძალიან პირდაპირი ვარ, მე არ შემიძლია ამდენი ლავირება, მე არ შემიძლია კიცის და კიცმაცურის და კაიც ვიყო, ცუდიც ვიყო, ესეც ვიყო, ოღონდ ახლა თავზე რაღაც ოჯახი არ დაგვენგრეს, მე არ ვარ ეგეთი ტიპი. და ამიტომ ჩემ თავს ვერასოდეს ვხედავდი პოლიტიკაში, რომ მე არ შემიძლია აი ეს რაღაცა, აი ეს ლავირების ის რაღაცა რო არ მომწოს, მე უნდა ვთქვა, შეიძლება სიკვდილი მელოდოს ამის გამო. შეიძლება გადამიაროს სრულიად სოფლიო. მე ხა მე პრინციპში მარტო ვიდექი ერთ მხარეზე და მეორე მხარეზე იდგა მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი, მთელი თავისი ამომრჩევლებით, მთელი ევროსაბჭო და მთელი მაგათი სახალხო პარტია, ევროკავშირის თუ რაღაც ჯანდაბა რა ვიცი მე რა ქვია და მთელი თავიანთი ნობელიანტებით და მთელი თავიანთი დეპუტატებით. და წარმოგიდგენია რომ მარტოდ გახარ და იძახი რომ არ ვარ მტყუანი, არა მტყუანი ხარ. ვის აი ხვდები რამხელა რაღაცის და რო გებულობ რომ იქ მილიონებია ჩახარჯული ლობიზმში, რომ შენ გამოგიყვანო მტყუანი. მე კიდე მიყვეს რას გაუძელი. მაგრამ მე ამითი კიდევ ერთხელ დავწუნდი რომ სიმართლეზე ძლიერი იარაღი არაფერი არ არის. არ მიყვარს არანაირი კონსტრუქციულობა, არ მჯერა მტერთან დროებითი ხელის ჩამორთმების. არ მჯერა. მე ვთვლი რომ ხისტი უნდა იყო ყოველთვის, თეთრი უნდა დაარქვა, შავი უნდა დაარქვა და მე იმისთვისაც შერიგება მე უფრო ადვილია, ვიდრე ამ მუდმივ რაღაცა თამაში ერთმანეთთან ყოფნა, დღეს მიყვარხარ, ხვალ არ მიყვარხარ და აი ამ თამაში გადის დრო და ამას უყურებს ხალხი. ამ ხალხში მეც ვარ, იმიტომ რომ მე ხო არ ვარ რაღაც თანამდებობებზე და მე შე რო გიყურებ რომ დღეს ერთად ცეკვავთ, ხვალ ცალცალკე ხართ, ისა მე ხვალშვილს უნათლავ, მე ისევ ერთმანეთი გიყვარ და აი ამ ცეკვა თამაში მე მასულელებ რომ შენ რაღაცა პოზიციებს აფიქსირებ. აქ სულელი არავინ არ არის და ამიტომ მე ხელისუფლებას ვთხოვ რომ დიახაც უნდა იყოს სწორად განსაზღვრული ძალიან ბევრი პრიორიტეტი ამ ქვეყანაში რომ ძალიან მყარად დავდგეთ ფეხზე და ეს მონური ყოველ დღე იმით რომ იღვიძებ რომ რთავ ტელევიზორს და იმას გასმენიებენ რომ ვაიმე რა სიტყვის ვიღაცა ევროპარლამენტარია ან ჩინელი ან ინდუსი ან ამერიკელი მე ჩემთვის ეს არის შეურაცხყოფელი ძალიან შეურაცხყოფელია იმიტომ რომ მე ჩემ თავს არ ვთვლი მეორე ხარისხოვან ადამიანად არანაირად არ ვთვლი არც არავის არ ვთვლი მეორე ხარისხოვან ადამიანად მაგრამ ჩემთვის უკვე ხედავ როგორ იყიდებს ფეხს ნაციზმი. ძალიან რთული სიტუაციაა რა. ესე იგი, არის ახლა წარმოიდგინე, ძალიან პატარა ქვეყანა. იმიტომ რომ აშკარად უკვე აი ეს ზემოდან ყურება, ეს არის ნაციზმის უკვე ძალიან ისეთი სახიფათო ნიშნები იკვეთება. აი ზემოდან ყურებაც ხო რაღაცის შედეგია რა და აი მოდი ესე ვიღაცა რაღაცის შედეგია და შენ თუ მუხლებზე დადგები და ქვემოდან უყურებ ის გადმოხედავს ზემოდან. და რატო ჩემი სახელით რატო ლაპარაკობს ვიღაცა რომ აი ვიღაცას ისაო ჩემი ხატიაო თუ საქართველების ხატი ხარო შენო ჯო ვილსონს თუ ვიღაცა პოლიტიკოს ეწერა. ჩემი სახელით ქართველი ხალხის სახელით მეც ამ ქართულ ხალხში მოვიაზრები. რა ჩემი ხატია არ ჯო ვილსონია ჩემი ხატი და არც არავინ არ არის ჩემი ხატი. ილია ჭავჭავაძე მოგდა. всё არ მინდა მომიჭერთ. მორჩა. ეს არის ჩემთვის ყველაზე გამაბრაზებელი. აი ეს სულ როცამდე მართლები იყვნენ ეს ზემოდან ყურება და მეორე აბა შენ რა იმან უნდა გადაგარჩენს არ მინდა მე შევაკვდები იმ რუსს. როგორც მაშინ 2008-ში ყველა რო გაეხვეტა, მე თბილისში ვიჯექი წნარად მოვიმარაგე რაღაცა ცოტა საჭმელი და დანით მეძინა ბალიშის ქვეშ რომ ერთო რუსს მაინც გავიყოლებ წინთქო. მე ასე ვფიქრობ. ჩემთვის ყველაზე პრობლემური ეს არის. ნუ მიყურებს მე ზემოდან და ჩემი სახელით ევროპებში და ამერიკებში ნუ გააქვთ რომ მე სადღაც დაჩოქილი ვდგავარ. რუსის წინაშე რო არ ვარ დაჩოქილი ეს ვიცი. ხო და ეგ უნდა ზუსტად აი მე რას ვლაპარაკობ ნინო აი ხო არის და როდესაც უყურებ რომ ეს ყოფილი პრეზიდენტი კაცი გამოდის და ხან ვენესუელას ეჩოქება და ხან უკრაინას ეჩოქება და ხან იმას ეჩოქება და რუსეთსაც რამდენჯერ დაეჩოქა და ეფორთხა ესეც ვნახე არ მიტუამჯერა არაფრის საქართველოს ინტერესი უნდათ რომ დაიკარგოს რა და აირიოს
არა მაგაზე რუსულ ინტერესში გესმის? აი ეგ არის ყველაზე უფრო მთავარი რა. ანუ საქართველოს აქ დასავლეთს თავის ინტერესები, აქ რუსეთს თავის ინტერესები და ან აქეთ ახარ ან აქეთ. ამას გეუბნებია. შუაშია საქართველო გესმის და ამას არ გეუბნებიან საქართველოს ინტერესი რა არის კონკრეტულ შემთხვევაში. არა, აქ ან აქეთ გაწეპებენ რა. ეს არის ყველაზე დიდი გადასაწყვეტი. და რო ეუბნები რომ ჩემი ინტერესი რომ კარგად ვიყო ჯანმრთელად ვიყო, მაძღრად ვიყო, მშვიდობით ვიყო, გეუბნები ადამიანო და ნურჩენ მერჩი და განვითარდე რა, ნელ-ნელა. ჩემი მეგობარი დამეხმარე. არა, ხო. დამეხმარე ამ საშინაო დავალებებს რომ აძლევ დემოკრატიაში. თუ ასე ძალიან გინდა ჩემი მიიღება 3 მილიონიანი საქართველოს შეერთებას რა უნდა გეხვეწები? თან რომ ეხა მაჩანჩალა ქვეყანაც აღარა ვართ უკვე, ხო? თუ ასეც მთლიანად შენ ინტერესების იმაში რა დემოკრატიის ხარისხის გამო მიწუნებ და მოლდოვეთშია დემოკრატია და ჩემთან არ არის დემოკრატია და აი ესეთ რაღაცა შავზე თეთრს რომ მიმტკიცებ მე როგორც რიგით მოქალაქეს მიჩნდება პროტესტის გზნობა მაგრამ რაღაცნაირად ეხა უბრალოდ მსოფლიო ძალიან ყირავდება საერთოდ შეიცვლება ეხა მიდგომა ის რაც იყო ვოუკ პოლიტიკა ის უკვე რადიკალურად იცვლება და ბოლო-ბოლო ეს ევროპაშიც მოვა და ჩვენ მე ყველაზე ბოლოს მოდის ხოლმე ხო იცით ჩვენთან საერთოდ სხვა მხარეს მიდის ეს მსოფლიო და რაღაცა ეხა ეს ჩვენი ოპოზიცია ისე იქცევა რა აი მუსიკას რო გამოგირთავენ და მაინც ეკვას რო აგრძელებ რაღაცა ესე არიან რა ხო და ეს არის რა ყველაზე დიდი ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენ ეს არის რომ ჩვენ და მით უმეტეს ამ ახალგაზრდებს ვერ უხსნით ძალიან ისე რომ გასაგებად იყოს ახსნილი რა არის საჭირო ახსნა მე არ მიყვარს სიტყვებით ლაპარაკი არ მინდა შენი ახსნა სახელმწიფომ ამიხსნას ეს როგორ იცი შემიქმნას ბევრი სამუშაო ადგილი შემიმსუბუქოს მატერიალურად ცხოვრება დამანახოს რას აკეთებს ეს იგივეა რომ ეხლა ჩემი ქმარი მოვიდეს და ასე მიყვარხარ ისე მიყვარხარ ასე მიყვარხარ პურის ფული არ მაქვს მასპრის ფული არ მაქვს წყლის ფული არ მაქვს მაგრამ მიყვარხარ ეგრე არა სახელმწიფომ საქმით უნდა აჩვენოს ამ ახალგაზრდებს რომ სახელმწიფო მათ უდგათ გვერდით და ძალიან ბევრ რამეში უდგა სახელმწიფო მათ გვერდით. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეში, მაგრამ მე აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში. მაგრამ საქმე რაშია იცი რომ ეხლა აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს PR-საც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მიაწოდებ ამ ინფორმაციას. მაგას ვიძახი. მაგრამ ხო გახსოვს PR-ში სულ ვინ აყავდათ ყველას? რომელიმე სამინისტროში, რომელიმე თავიანთი ყავდათ PR-ში? ხო, ნუ ყველა იყო ყოფილი ნაცმოძრაობის რუპორი, PR-ის უფროსები, სამინისტროების ხელმძღვანელების. რამე ვსწყვი? შემისწორე. არა. ხო შეიძლება რაღაც დამავიწყდა და ამომივარდა თავით. ხო და ამიტომ ის რაღაცა პრობლემები, რაც მათ თავს აწყდებათ პერიოდულად, ეს არის თავიანთი ბრალი და მე ჩემს გასაკეთებას, ჩემი ქვეყნისთვის მე ვაკეთებ. მაგრამ როდესაც მათ აქვთ პრობლემები, თუნდაც ამ ოპოზიციასთან მიმართებაში, თუნდაც ამ აქციებთან მიმართებაში, მე იქ არ ჩავერთვები. მე ბათ მივეცი ჩემი ხმა. მე ვშრომობ, ვაკეთებ ჩემსას, რაც მე მეხება და ის რაც მათი გასაკეთებელია, მათ უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ ის უამრავი შესაძლოა მე ბევრი რაღაცა ჩემს არ უკითხავთ და მაინც გააკეთეს. მე სალომე ზურაბიშვილისთვის პირველ იმაზე არ მივეცი ხმა. მეორე რო დავინახე რომ ვერ გადიოდა, იგივე იმიტომ რომ გასულიყო, წავედი და მივეცი ხმა მათი ხათრით, ხო? რა მეხატებოდა გულზე? მე არ გველაშვილი მომწონდა? ამიტომ თავიანთ შეცდომებზე უნდა ისწავლონ, უნდა გამოასწორონ და ბევრად მეტი უნდა იმუშაონ. როდესაც ძლიერი ძალა გიტევს შენ საერთოდ არც დღე უნდა გეძინოს და არც ხამე არ უნდა გეძინოს. უნდა იმუშაო 24 საათი თუ გაქვს პრეტენზია პოლიტიკურ თანამდებობებზე. კი, გარეთაც და შიგნითაც, გეთანხმები. კი. როდესაც მე შენ განდობ ჩემ ხმას, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. და მე ჩემ დობას გიცხადებ, ყველა ჯერზე როცა შეცდომას დავუშვებ, ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი ღალატი. ამიტომ მე პასუხს მოვთხოვ მათ, ვისაც ხმას ვაძლევ. მე ვისთვისაც ხმა არ მიმიცია, იმათ პასუხს ვერ მოვთხოვ, ვერც უსაქციელობაზე, ვერც არასწორ ქმედებებზე და ასე შემდეგ. მე ვისაც ვაძლევ ხმას,
მან უნდა მართო სიტუაცია ისე, რომ მე არ აღმოჩნდე იმედგაცრუებული. ეს იმიტომ რომ ჩემი შვილები აქ ცხოვრობენ, აქ ვაპირებ სიკვდილს, რაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, მე არასოდეს საქართველოს არ დავტოვებ. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. საზღვარგარეთ ვიქნები სულ რო გადააბა 52 წლის გავხდი ახლა ხანს, ალბათ სულ ვიქნები 52 წლის მანძილზე, ალბათ 25 ჯერ. არ მიყვარს, მე ჩემი ქვეყანა მიყვარს, აეროპორტში რო ვეშვები, არა რო შემოვდივარ, აი ისე ვსუნთქავ, რომ აი ლამის ფილტვები გამისკდეს, ისე მიყვარს ჩემი ქვეყანა. და მე არ მინდა ჩემი ქვეყანა დაჯიჯნოს ვინმე, არც რუსმა, არავის ინტერესების გამო არ მინდა დაიჯიჯნოს. მე გული მტკივა, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები სხვადასხვა მხარეს დგანან და ერთმანეთს რაღაც, მაგრამ ახალგაზრდებში რაღაც ბევრი ტრენდული რაღაცებიც არის, ერთი რო იტყვის, რა ეხლა ეს მოდაშია და ეს აყოლებიც იყო, როგორც მე მახსოვს ეხლა მამა ჩემი ძალიან ესეთი მამალი ზვიადისტი იყო. და მე მას დავყვებოდი აქციებზე და ხმამაღლა არ ვამბობდი, რომ გოიმობა იყო. გესმის? მაშინ გოიმობა იყო ზვიადისტობა. მაგრამ მე შემოვინახე დღემდე იმ ადამიანის პატივისცემა. და დღესაც ხვდები, აი ეს მე თითქოს დეჟავიუ მაქვს ეს რაღაცას გოიმობათ რომ მონათლავენ. წლები გავიდა და ხო იმ კაცის ის აღმოჩნდა თავისი ფასი, რაც იყო, რაც გააკეთა ქვეყნისთვის, ხო? შენ თვითონაც შენმა ცხოვრებამ გაჩვენა რა ცუდი რაღაცა შეუძლია ცუდ ენას გააკეთოს. არასწორ დაბრალებულს გააკეთოს. ტყუილს რაც შეუძლია რომ გააკეთოს. ამიტომ ვამბობ, რომ ამ სახელმწიფოს მესვეურებს საერთოდ არ უნდა აეძინოთ არც დღე, არც ღამე და უნდა იფიქრონ თავის ხალხზე. სულ ერთია რომ მხარეზე დგას ის ხალხი პროპაგანდით და სიტყვებით არა. მესმის ძალიან ბევრი გაკეთა. მე როგორც ექიმი ვამბობ, რომ ძალიან ბევრი გაკეთა, თუნდაც ჯანდაცვაში რო აიღო, მე რო ესე იგი 2012 წლამდე რო შემოდიოდა პაციენტი 100 სიას რო ჩამოუწერდი ბინტი, ბამბა, ნემსი, ისა, ეს სახლებს ყიდნენ. დიალიზზე გადასვლა ვინმეს თუ უწევდა, სახლის გაყიდვა უწევდა. ასაკომას დიალიზები დასვამდა. ახალგაზრდა თუ იყო, იმას დასვამდნენ დიალიზზე და სახლი იყიდებოდა ყოველ დღე 75 ლარი მაშინ რა ფული იყო უნდა ეხადა თუ 120 ლარი აღარ მახსოვს რომ მოვიდოდა პაციენტი რეანიმაციაში 40 წელზე ზემოთ არავინ არ იწვა ვინ გადაიხდიდა იმდენ ფულს სახლში კვდებოდნენ ის რო ციცოცხლის ხანგრძლივობა გახანგრძლივდა ის რომ დღეს არავის არ ეშინია ავად გახდომა იცის რომ ნებისმიერ შემთხვევაში მას სახელმწიფოს დაზღვევა აქვს და ნებისმიერ დროს მივა კლინიკაში და მიიღებს მომსახურებას. დღესაც ახლა მე ევროპაში მყვანან ახლობლები, ვინც აქ ჩამოდიან, იმიტომ რომ 6 თვე 8 თვე უწევთ ლოდინი, რომ შევიდნენ ექიმთან ელემენტარულად. თურქეთშიც იგივეა და დაზღვევა თუ არ გაქვს, ლაპარაკი არ არის, კოლოსალურ თანხებზე გადის. და ამიტომ იგივე ამ ჯანდაცვის კუთხით, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი და კარგი გაკეთდეს. მე მესმის რომ ეს ძალიან რთულ პირობებში უწევდათ ამხელა ძალა, რო გებრძვის, ამხელა ფული იდება აი ამ ჯანჯღარში. ამ წნეხში რა, გარედანაც და შიგნიდანაც. ხელს როცა კიდებ და შენ იღებ შენ თავზე იმას, რომ ქვეყანა გაიყვანო კიდობნით სამშვიდობოს. შენ არ უნდა დაიწინო. არ გაქვს შეცდომის უფლება. არ გაქვს კონფორმიზმის უფლება, არ გაქვს წუთიერი სისუსტეების უფლება. არ გაქვს, როდესაც ისეთ ქვეყანას, ისეთ პატარა, ისეთ მაგარ ქვეყანას უდგეხარ სათავეში, როგორც საქართველო, რომელმაც ამდენი საუკუნის მანძილზე მოაღწია, ერები გადაშენდნენ, სახელმწიფოები წაიშალნენ და შენ რო არსებობ, აქ, როდესაც ამ ქვეყანას უდგეხარ სათავეში, შენი ვალდებულება არის 10,000 ჯერ მეტი. თუ ერთი წამით მაინც შენ თავში ეჭვგეპარება, შენ იქ არ უნდა დაჯდე. სხვას უნდა დაუთმო ის ადგილი, რომელიც ამ ადგილს უფრო კარგად გაუძღვება. მე ესე ვუყურებ. დიდი მადლობა, ნინა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მოკლედ, რა გითხრათ, ვისაც ჩვენი აწეწილი არ მოწონს იმის დამშვიდებულ, დავარცხინ და დალაგებული დედავატირე მე რა. ესეთი ვართ ჩვენ ქართველები, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში რაც არ უნდა იყოს ეს 2008 წელი იქნებოდა, ომის დაწყება იქნებოდა თუ რა, თუ დღევანდელი დღე იქნება, ზურგში არასოდეს არ უნდა დაარტყა ქვეყანას დანა. არასოდეს რა, რაც არ უნდა იყოს რა. რა პოლიტიკური პოზიციაც არ უნდა გეჭიროს და დღეს ისეთი სიტუაციაა ზუსტად
ზურგში დანასურტყავთ ის ხალხი ამ ქვეყანას, ვინც შეცდომისა შეცდომაში შეგყავთ. თუნდაც ის ახალგაზრდები, ვინც დღეს ქუჩაში დგას. მოკლედ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. როიტერსის ცნობით ევროპელებმა გადაიფიქრეს უკრაინაში თავისი მშვიდობის უმყოფელების გაგზავნა და ახლა ალტერნატიურ ვარიანტებს ეძებენ. სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელებმა თავიანთი ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმით შეექმნათ სამხედროების გაგზავნიდან სხვა ალტერნატივაზე გადართეს. მიზეზი პოლიტიკურ და ლოგისტიკურ შეზღუდვებშია, ასევე იმ წინააღმდეგობაში, რომელსაც მათ გეგმებს რუსეთი და შეერთებული შტატები უწევენ. ვიდრე ლონდონი და პარიზი უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობენ უკრაინაში, 1000 სამხედროს გაგზავნაზე მომავალი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად დიპლომატები ამბობენ, რომ ისინი იაზრებენ, რომ ასეთი ძალების გაგზავნა ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა. ისინი ამ გეგმიდან უკან იხევენ და ცდილობენ თავიანთი ქმედებები უფრო გონივრულ ნაბიჯებად გარდაქმნან. განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა. კიდევ ერთი დიპლომატის თქმით, როდესაც უკრაინა უკეთეს პოზიციაში იყო სამხედროების გაგზავნის იდეა მიმზიდველი ჩანდა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით ადგილებზე და ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის პირობებში ეს მიმზიდველ გეგმას არ ჰგავს. ვალერი ზალუჟნიმ აღიარა, რომ უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის გამო უპილოტო საფრენი აპარატები რუმინეთის და ზოგჯერ პოლონეთის ტერიტორიაზეც აღწევდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებს ძალიან მკაფიოდ ესმით, რომ არ არსებობს არანაირი ნატოს მეხუთე მუხლი და არც არასოდეს იარსებებს. ეს ესმის პოლონეთს, რომლის ტერიტორიაზე პერიოდულად ცვივა ხან ჩვენი, ხან კი რუსული რაკეტები. რუმინეთს საერთოდ ყველაფერი ესმის, უბრალოდ ჯუმადაა. და ზოგჯერ მეც მიგვეს და მეუბნება გავჩუმდე, ვეუბნები 2 შახიდი ჩამოვარდა თქვენ სპორტში, რატომ არაფერს ამბობთ? გაჩუმდი ძალიან გთხოვ, პასუხობს ის. შემდეგ კი მირეკავს და მეუბნება, რატომ ჩართით ეს თქვენი რადიოელექტრონული ბრძოლა, ყველაფერი ჩვენთან გამოფრინდა. მერე ჩამოაგდეთ, თქო ვეუბნები, თქვენ ხომ 40 F-16 გაქვთ. დიდი ალბათობით პოლიტიკური დაცვის გარდა არაფერს ჩვენს ეს არ მოგვიტანს. ჩვენთვის ასეთივე მოჩვენებითია უკრაინაში რაიმე კონტინგენტის შეყვანის ვარიანტი. ხაზგასმით ვამბობ, ეს დოქტრინა 1990-იანების შუა წლებში მიიღეს, როდესაც ყველაზე მაგარი ბიჭები შემოჰყავდათ, ისინი ვიდეორგოლებს იღებდნენ, რომლებსაც მერე CNN-ზე აჩვენებდნენ. კითხეთ ახლა სამხედროებს და მოგიყვებიან, რა ომია ეს. იქ ნატოს ჯარისკაცს მხოლოდ ეს ვიდეორგოლი რომ აჩვენოთ, არა მხოლოდ მსახურების, არამედ ყველაფრის სურვილს დაკარგავს. ეს საშინელი რაღაცეებია, რომლებისთვისაც ისინი დღევანდელ დღეს სამწუხაროდ მზად საერთოდ არ არიან. ბრიტანული გამოცემის ტელეგრაფის ცნობით, ევროპის გადაიარაღების თემამ ევროკავშირში განხეთქილების არსებობა გამოავლინა. ერთი მხრივ არიან ამერიკის გავლენის შენარჩუნების მომხრეები და მეორე მხრივ ევროპეისტები, რომლებსაც ამერიკისგან დამოუკიდებლობა უნდათ. სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ ამ პოზიციიდან ვერც ერთი ვერ მოუტანს სარგებელს უკრაინას. საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი დიდი შემართებით ლაპარაკობს ევროკავშირის გადაიარაღებაზე, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადასაყვანად მას არ აქვს არც პოლიტიკური კაპიტალი და არც საბიუჯეტო საგადასახადო სიმძლავრე. საფრანგეთში ბიუჯეტის სტრუქტურული დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ში ადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი უწყება, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ვალმა შარშან 112%-ს მიაღწია. 2029 წლისთვის კი 124%-მდე გაიზრდება და ესეც სამხედრო ხარჯების გაუთვალისწინებლად. მაკრონი 2030 წლისთვის აპირებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას მთლიანი შიდა პროდუქტების 0.8%-ით, მაგრამ გაუგებარია, როგორ აპირებს ის ასეთი ზრდის დაფინანსებას იმ ვალდებულებთან ერთად, რომელიც უკვე აღებული აქვს და რომლებიც ხაზინისთვის ისედაც დიდი ტვირთია. ესენია ხელოვნური ინტელექტის ბატონობა, ბირთვული რედაქტირების მთელი ფლოტი და სხვა რამ. ამასთანავე ის პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს ფრანგულ სოციალურ მოდელს. ევროკომისიის გეგმა ევროპა 800 მილიარდ დოლარად გადაიარაღოს მარცხს განიცდის, რადგან ამ თანხის დიდი ნაწილი თეორიულია, ხოლო რეალურ დაფინანსებას 150 მილიარდი დოლარის ოდენობით პრობლემები ექმნება, მათ შორისაა უნგრეთის ვეტოც.
დიდი ბრიტანეთი ევროპული სამხედრო ეკონომისტების მნიშვნელოვანი ნაწილი და პარტნიორი უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. გეგმიდან გარიცხულია, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ლონდონთან და პარიზთან შესაძლო ბირთვულ შეკავებაზე. ევროიდეოლოგია და პროტექციონიზმი ხელს უშლის ევროპის ეფექტიან გადაიარაღებას, წერს ტელეგრაფი. კომპანია არისტონმა განაცხადა, რომ განაახლებს რუსეთში მუშაობას მას შემდეგ, რაც დაიბრუნებს კონტროლს შვილობილ კომპანიაზე არისტონ თერმო რუსი. არისტონ გრუპის აღმასრულებელი თავმჯდომარის პაოლო მერლონის ცნობით, კომპანიას გადაწყვეტილი აქვს განაახლოს საქმიანობა რუსულ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. ამავდროულად ის დაიცავს ყველა მოქმედ სანქციას და განაგრძობს საკუთარ მემკვიდრეობას ქვეყანაში. მანამდე ვლადიმერ პუტინმა გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც არისტონის რუსული აქტივები დროებით მართვის კომპანია გაზპრომის საყოფაცხოვრებო სისტემას გადაეცემოდა. არისტონი პირველი უცხოური კომპანიაა, რომელმაც რუსეთში დაბრუნების პროცესის შესახებ განაცხადა. ბრიტანული ინდეპენდენტის ცნობით UEFA განიხილავს რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე. დღევანდელ დღეს იგეგმება ნაბიჯი, რომელიც მიმართულია რუსეთის ფეხბურთში დასაბრუნებლად, განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა მაღალი რანგის წყარომ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპული ფეხბურთის ზოგიერთი გავლენიანი ფიგურა ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის გარიყვას ფეხბურთიდან, რადგან ამას დაუსაფუთებლად მიიჩნევს. მაშინ, როცა სხვების აზრით რუსეთის გარიცხვა თავიდანვე არასწორი იყო, უკრაინის ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფონზე მუშავდება გეგმა შეჯიბრებში რუსული გუნდის დაბრუნების შესახებ. საკითხის განხილვაში უკვე ჩაერთო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, რომელიც ადრე ღიად ემხრობოდა რუსი და ბელარუსის სპორტსმენების დაშვებას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. თემა შესაძლოა UEFA-ს კონგრესის დღის წესრიგში დადგეს, რომელიც ბელგრადში 3 აპრილს იგეგმება. ევროპელ ლიდერებს იმედი ჰქონდათ, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსის ანტაგონიზმი იყო პოლიტიკური შოუ, რომ ამით მას ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის მოპოვება სურდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ვენსმა დახურულ ტექსტურ ჩატში, სადაც იემენზე შეტევის დეტალებს განიხილავენ, ევროპისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინა. ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ვიცე-პრეზიდენტის ევროპისადმი ანტიპათიის როგორც ჩანს ღრმა ფესვები აქვს, წერს ამერიკული Wall Street Journal. მე უბრალოდ ბრძოლს ისევე ევროპის გადარჩენაა, დაწერა მან იემენელი ამბოხებულების წინააღმდეგ ამერიკელების დაგეგმილი დარტყმების განხილვისას. მან აღნიშნა, რომ სუიცის არხი ამერიკული ვაჭრობის მხოლოდ 3%-ს ატარებს, აი ევროპელების წილი კი ნამდვილად დიდია 40%. თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰაგესტმა ვენსის კომენტარის პასუხად დაწერა, სრულად ვიზიარებ თქვენ ზიზღს ევროპელების პარაზიტობის მიმართ, ეს ყველაფერი ძალიან საცოდავად გამოიყურება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ვენსმა წამყვანი როლი შეასრულა ვაშინგტონს და ევროპას შორის ურთიერთობის გამწვავებაში და მისი ზიზღის დონე ბევრად აღემატება პრეზიდენტ ტრამპის მსუბუქ ზიზღს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ მისი პოზიცია ნაკარნახევია სურვილით, რომ ევროპა გაძლიერდეს შეერთებული შტატების ინტერესების გათვალისწინებით. ვენსის სხვა ახლო მეგობარმა და არაფორმალურმა მრჩეველმა ლიპ სიმსმა თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტს აქვს სრულად ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა, რომელიც მკაფიოდ გააზრებულია. ესაა გულწრფელი რწმენა, ბევრი ევროპელი ბრაზობს მის კომენტარებზე, მაგრამ ისინი ვერ უარყოფენ მის არსს. დონალდ ტრამპი აღაშფოთა იმან, რომ ბაიდენის რეჟიმმა $8 მილიონი გადასცა მემარცხენე რადიკალ ჟურნალ პოლიტიკოს და ფულის დაბრუნება მოითხოვა. მდიდარი ხალხის კუთვნილი ეს ფული უნდა დაბრუნდეს, რაც შეიძლება სწრაფად, თქვა ტრამპმა. გარდა ამისა, აპირებს თუ არა ატეისი აბრიმსი დააბრუნოს $2 მილიარდი, რომელიც ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ მის ეკოლოგიურ ფონდს გადაურიცხა ჩემი უფლებამოსილების დაწყებიდან ცოტა ხნით ადრე. მან შემოწირულობის სახით გაიღო $100,000-დან $2 მილიარდამდე სულ რაღაც ერთ დღეში. ყოჩახ, ფული დააბრუნე. ქუჩის დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით კირ სტარმერმა ბრიტანეთში ნინძას მახვილი აკრძალა. ნინძას მახვილს სამზაფხულში აუკრძალავთ, როდესაც ჩვენ რაღაცას გვპირდებით ვასრულებთ კიდეც, დაწერა ბრიტანეთის პრემიერმა ტვიტერზე. ამ ფორმით სტარმერმა შეასრულა დაპირება, რომელიც ბრიტანელებს წელიწადზე მეტი ხნის წინ მისცა. დანაშაულმა დანების გამოყენებით ეპიდემიის დონეს მიაღწია და მთელ ბრიტანეთში ადამიანებს ცხოვრებას უნგრევს.
პრემიერ-მინისტრის რანგში მე ერთხელ და სამუდამოდ აღმოუხარე ამ მომაკვდინებელი იარაღის გაყიდვა. ნათქვამია მის პოსტში მთავარი ამ ზაფხულში განრისხებული ნინძები საყვარელი სათამაშოს დაკარგვის შემდეგ ქუჩებში არ გამოვარდნენ.